მეგობრებო, გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულებს, ახალ წელს, ძველით ახალ წელს, ბედობას, ნათლისღებას და ასე შემდეგ. დღეს მინდა შემოგთავაზოთ მექსიკური. პირველად ვაკეთებ, არ ვიცი როგორი გამოვა და ვნახოთ თქვენთან ერთად მოვამზადებ და შემიფასეთ შემდეგ აუცილებლად. მაქვს კარტოფილი, რომელიც არის სახლში მოყვანილი, ეტყობა კიდე სხვადასხვა ჯიშის და ფერის არის. ძალიან კარგად გავრეცხე. მაქსიმალურად მსხვილი კარტოფილი ავარჩიე, რაც მქონდა და შემდეგ ეს უნდა დავჭრა. გაჩვენებთ ეტაპობრივად ყველაფერს და მოვამზადო იმ ინგრედიენტებით, რაც სახლში გამაჩნია. მივამსგავსო მაინც მექსიკურ კარტოფილს, მთლად მის სუნელები თუ არ ვქენი, რომელიც საჭირო არის მისთვის და იმედი მაქვს, კარგი გამოვა, ვნახოთ. აბა დროებით და მსვლელობის პროცესში შემოგიერთდებით. დავჭერი კარტოფილი, აი ამ ხელებად, შეიძლება ზოგი ცოტა დიდი არის, მაგრამ არა უშავს, შევხედავ, აბა როგორი უფრო ივარგებს, ესეთი მსხვილად დაჭრილი თუ ცოტა უფრო წვრილად დაჭრილი. ეხლა ეს უნდა ჩავყარო ადუღებულ მარილიან წყალში. რა ვიცი, ესე მგონია, რომ უფრო უკეთესი იქნება და მარტივად გამოცხება აირღუმელში და ვნახოთ რა იქნება. პაპრიკა, ორეგანო, დაღერღილი წიწაკა, მაგრამ მე არ მაქვს და უკეთებ დაბქულ წიწაკას, მწარეს, წითელს. ავურიოთ ერთმანეთში და შემდეგ ამ ყველაფერს ზეთთან ერთად კარტოფილს მოვაყრი და კიდევ აურევ. ნიორი ქინძთან ერთად მაქვს ესეთი გატარებული და გაყინული შენახული, ამასაც ვამატებთ გემოვნებით. ჩავყარე მდუღარეში, მდუღარე მარილიან წყალში, დაახლოებით ალბათ 5 წუთი მეტი არა, იმიტომ რომ არ ჩაიშალოს, კარტოფილს წამოვადუღებ და შემდეგ აურევ იმ სუნელებს და ზეთს, რომელიც წინასწარ მაქვს გამზადებული და გამოვაცხობ. მაქვს მაიონეზი და ამასაც უნდა დავამატო ცოტა პაპრიკა და ორეგანო და ნიორი. ამ ყველაფერს კარგად აურევთ და соусიც მზად იქნება. მარილი ხო და მავიწყდა წეღან მარილი. ზუსტად 5 წუთი და ეხლა ამოვიღებ. ცოტა შეგრილდება და მოვაყრი სუნელებს, რომელიც უკვე შეზავებული მაქვს და მოვასხავ ზეთს. ზეთი მაქვს კახური და ვნახოთ როგორი იქნება კარტოფილი მექსიკურად კახურ მოტივებზე. გადავყავი, რომ ადვილად გაგრილებულიყო, ეხლა მოვასხავ ცოტა ზეთს და ამ სუნელების ნარევსაც მოვაყრი და შემდეგ კარგად აურევ. ასე ფრთხილად აურევ. ასე გამოიყურება უკვე სუნელებით და ზეთით შეზავებული ჩვენი კარტოფილი და ამას ეხლა გადავიტან უკვე ტაფაზე და შევდგავ აირღუმელში გამოსაცხობად. ესეც ასე გავამზადეთ და ეხლა შევდგათ აირღუმელში. ესეც ასე. ვნახოთ ჩვენი მექსიკური კახურ მოტივებზე, რა გემრიელად გამოიყურება. ჩვენი გამზადებული უკვე კარტოფილი, ვნახოთ გემო. ძალიან გემრიელია, მაგრამ მწარია ჩემთვის ძალიან. მადლობა რომ იყავით ჩემთან. გამოიწერეთ ჩემი არხი დროებით.